მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის წინა საახალწლო და მთელი საახალწლო პერიოდის ვლოგი. Როგორც ხედავთ, სახლი განსაკუთრებული დეკორაციებით არ მოგვირთავს, თუმცა საახალწლო განწყობა მაინც შევქმნით მინიმალისტურად. ზაზურად თქმა უნდა მეხმარება თავისებურად. აქ ვცადე ლობიანების გამოცხობა დამოუკიდებლად, შიგთავში ძალიან კარგი გამომივიდა, თუმცა პრობლემები შეგვექმნა თვითონ ლობიანის აწყობის დროს. სტუმრები ყავდა და არც ერთს არ გამოგვივიდა იდეალური ლობიანი, როგორც უნდა იყოს. თუმცა რაც გამოგვივიდა, ის მივირთვით, შემდგომ დედაჩემს დავუძახე და ჩემივე ინგრედიენტებით მან გამომიცხო ისეთი ლობიანი, როგორც უნდა იყოს. ეს ჩვენი მოკრძალებული სუფრა. ეს კი დედაჩემის ლობიანები. ზაზო აცხელებს თავისთვის აქ მიკროტალღურის გამოყენება ისწავლა. ქალაქი ნელ-ნელა მოირთო საახალწლოდ და განწყობა სულ უფრო და უფრო იმატებდა. მე თქვენთვის არ მithქვამს, ზუსტად დეკემბერში გავდიოდით სოციალური მედიის კურსს. ესეც პირველი თოვლი თბილისში, რომელსაც არ ველოდებოდით. რა თქმა უნდა, უფრო მეტი განწყობა შეგვიქმნა წინა საახალწლო, თუმცა ყველაზე მეტად მინდოდა რომ 31-ში ახალ წელს მოეთოვა და უფრო მეტი ჯადოსნობა შეეძინა ამ დღისთვის. დავიწყეთ საახალწლო საყიდლებზე სიარული. რაღაცაები ჩემმა მეუღლემ მოამზადა თავისი YouTube არხისთვის, რაღაცაებს მე ვამზადებ. აქ ვამზადებ ტორტს. არა ისეთს, როგორებსაც ვამზადებ, როდესაც ვყიდდი, არამედ ტრადიციულ ძველებურ ტორტს მოხარშული ფაფით და კარაქით. ახლა ვამზადებ კრემს. სხვათა შორის ეს ძველებური ტორტები ძალიან მიყვარს და ბავშვობას მახსენებს. განსაკუთრებით უხდება ასეთ ოჯახურ დღესასწაულებს, როგორიც არის ახალი წელი და გვახსენებს, როგორ ამზადებდნენ ჩვენი ბებიები და დედები ამ მოხარშული კრემის ტორტებს და ნამცხრებს და სუფრაზე აწყობდნენ. მოკლედ ძალიან გვიყვარს. და ჩემი ქმრის იდეა იყო სხვათა შორის ეს ძველებური ტორტი გაგვეკეთებია წელს საახალწლოდ. შიგთავსი ექნება კივის და ბანანის და ვანილის კრემს და ვანილის ბისკვიტებს, ესეთი შიგთავსი ძალიან უხდება. 31 დეკემბერია, მეგობრებო, აქ უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, რადგან მხოლოდ ჩვენ სამი ხვდებოდით ახალ წელს სახლში, მაინც ისე მიეწყო, რომ თითქოს ვერაფერს ვერ ვასწრებდი და დედა, რომელიც ყველაფერზე ყვირის და იღრინება, უკვე მე ვიყავი. გავედით, 4 წუთი აკლია.
როგორ მიყვარს ეს ბავშვური გულწრფელი გაოცება და რწმენა, რომ ახალ წელს ჩანაფიქრები აუცილებლად აგისრულდება. თუმცა მე დიდი ხანია უკვე არაფერს ვიფიქრებ, რადგან ჩვენთვის განკუთვნილი აუცილებლად აგვისრულდება. ჯერ სახლში და შემდგომ მეგობრებთან ხომ გაგიგიათ, აი ზუსტად ეგრე მოგვევიდა. მეორე დღეს ჩემი ქმარი თავის მეგობრებთან წავიდა, მე კი ჩემს მეგობრებთან. და აქ ასე შევხვდით ბედობას, სამეგობრო წრე და ზუსტად იმ ღამით მოთხოვა, როგორც ვოცნებობდი და შექმნა ჯადოსნური განწყობა და გარენა. რა თქმა უნდა გავედით საგუნდაოდ, ასეთ შანსს როგორ გამოვტოვებდით. მეგობრის დაბადების დღისთვის ვამზადებ ტორტს და ვიაზრებ, რომ ძალიან მომენატრა ეს საქმე. მინდა გითხრათ, რომ აღვადგინე ეს საქმე, თუმცა გვერდი განვაახლე. აღწერაში დავურთავ. აქ მივდივართ იმერეთში, უბრალოდ ქუთაისში ჩავედით, ჩემ მეუღლე-მშობლებთან და შემდგომ ჩემებთან ჩამოვედით და რა თქმა უნდა, ბებო მახვედრებს ხაჭაპურებს. საზუკი ეთამაშება ჩემს ბაბუს. უკვე თბილისში დავბრუნდით და გადავწყვიტეთ ზაზუ წაგვეყვანა საახალწლო სოფელში. მართლა ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი მორთული. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ შეგვიძლია ზაზუსთვის იმაზე მეტად ლამაზი და ჯადოსნური მოგონებები შევქმნათ, ვიდრე ჩვენ მქონია. ამით ვასრულებ ვლოგს, მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო თითოეული თქვენგანის ოცნებების ასრულებას. და 2026 წელი თქვენთვის ძალიან წარმატებული და ბედნიერი იყოს. მომავალ შეხვედრამდე.